მივესალმები და მშვიდობის სულს ვუსურებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მე-20 საუკუნის უდიდეს წმინდას, ცხეთელ სალოს მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა, ადამიანის სამშვენელი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო. ამ 12 ვიდეოში ნარსი, ასე თამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია. საუბარი მეცხრე. მოციქულ პეტრეს შინაგანი ევოლუცია. ვიცით, რომ ქრისტემ მამასთან ლოცვის შემდეგ აირჩია მოციქულები და არა მოციქულებმა აირჩიეს იგი. ამ ამორჩეულებს უკვე ჰქონდათ მამა ღმერთისაგან რაღაც ისეთი, რომელსაც თავიანთის შიგნით ისინი მამა ღმერთისაგან უკვე ატარებდნენ. ეს მდგომარეობა გახდათ ის, რომ მათ ყველა სულიერი გონების კარი, ცადასასუფეველი, მათ შორის იუდასაც გახსნილი ჰქონდათ. სხვებს, მასას ეს ჯერ არ ჰქონდათ. ამიტომ სულიერ გონებაში მოხვდარ მოვლენებს, ანუ სულიერ სამყაროში, იგივე ცადასასუფეველში მოხვდარ მოვლენებს, იგავებით უხსნიდა იესო ქრისტე. ხოლო მოწაფეებთან ეს ნაკლებად სჭირდებოდა, რადგან მათ მიცემული ჰქონდათ გაეგოთ ცადასასუფევლის საიდუმლოებები, ხოლო სხვებს ეს არ ჰქონდათ. ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ ყველა მოციქულს სულიერი გონების კარი ღია ჰქონდა. ეს არის ის ეტაპი, როცა მამა ძეესთვის ამზადებს ადამიანებს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, პეტრეს ცნობიერი გონება, ანუ ადამიანური გონება ვერ მიიღებდა მისი სულიერი გონებიდან წამოსულ აზრს. შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისაკურთხეულისა. მის სულიერ გონებას კი მამიდან მიეწოდა ეს აზრი. მისი სულიერი გონება კი ღია იყო იმისთვის, რომ ადამიანური გონებისთვის ეს ჩამოეწოდებინა. ესე იგი ღია იყო. სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ სულიერი გონების კარი დაიხურა და მის ადამიანურ გონებაში შევიდა სატანის აზრი, რომელიც მისიც იყო, ამიტომ ეუბნება ქრისტეს, გაუფრთხილდი თავს. ქრისტეს სიტყვები, მომცილდი სატანავ, ეს პეტრეს მიმართ კი არ იყო ნათქვამი. ეს სიტყვები ქრისტემ სატანას უთხრა. პეტრეს მიმართ კი იყო ნათქვამი, შენ ამბობ კაცისას და არა ღვთისას. არადა სულ რამოდენიმე წუთის წინ პეტრე განა ღვთისას არ ამბობდა, ეხლა კი კაცისას, ადამიანურისას ამბობდა. პირველ შემთხვევაში პეტრეს ტვინი სულიერმა გონებამ დაიპყრო. მეორე შემთხვევაში პეტრეს ტვინი ადამიანურმა ცნობიერმა გონებამ დაიპყრო. ადამიანური ცნობიერი გონება ეს ჩვენი სამშვენველია. მაგრამ ჩვენი ცნობიერი, იგივე სამშვენელი ხომ ორ პოლუსიანია. დადებითი და უარყოფითი, მარჯვენა და მარცხენა, მზიური და მიწიერი. როცა პეტრე ქრისტეს ეუბნება, გინდაც მოუკვდე შენთვისო, სამშვენველის მზიური ნაწილი, მარჯვენა პოლუსი ლაპარაკობს მასში, ხოლო როცა ამბობს, ამ კაცს მე არ ვიცნობო, მაშინ სამშვენველის მარცხენა ნაწილი, მიწიერი ნაწილი იპყრობს მის ტვინს. ზუსტად დიდი სინანულის შემდეგ მოხდა ის, რომ მის სამშვენველის მზიური ნაწილი დაიპყრობს მისავე არამზიურ, მიწიერ ნაწილს, რომელსაც წიგნში პირობითად მთვარის ნაწილი უწოდე. პეტრეს სამშვენველი, ასევე ყველა მოციქულის, მთლიანად მზიური სამშვენველი ხდება, რომელშიც პოლუსები უკვე აღარ არსებობს. ამის დასტურია ის, რომ ქრისტეს სამჯერ შეკითხვას, გიყვარ მეა? პეტრე სამჯერვე პასუხობს, შენ იცი უფალო და მესამე დამცხრალი პასუხი უკვე მიანიშნებს იმას, რომ არათუ მთელი მისი სამშვენელი მზიურია, არამედ უკვე გარდატეხილიც დედრ მზეში, რომელსაც სული წმინდის მიღება
შეუძლია. პეტრეს აღტკინებული სიტყვები, თუნდაც რომ მოვკვდე, ეს მცხუნვარე მამალი, ჯერ კიდევ მიწიერი მზიდან წამოსული ცხელი სიტყვებია, რომელსაც წინ გარდატეხის განსაცდელი ერდის, რათა ეს მამალი მზე გარდატყდეს მყუდრო მდედრ მზეში, რომელსაც სული წმინდის მიღება შეუძლია. აი რატომ ერიდებიან სულიერ სკოლებში თუნდაც მზიურ ემოციებს, თუმცა ერევათ ხოლმე სულიერი გრძნობები სამშვენელის მზიურ ემოციებთან. პირველი წონასწორობის წერტილში მოიკრიფება და იქიდან მოდის. მეორე კი მას გვერდს უვლის. ამას ვერ გრძნობენ ზოგადად ადამიანში, ხელოვნებაში, ფოლკლორულ, კლასიკურ და პოპულარულ მუსიკაში. ეს ძალიან დიდი თემაა. ზემოთ ნათქვამიდან იუდაში არაფერი ეს არ მომხდარა. მის სამშინოში მიწიერი მარცხენა ნაწილი იყო აღმატებული მარჯვენაზე. სულიერი გონების კარი მასაც ღია ჰქონდა, მაგრამ სულიერი გონებიდან სამშინველზე ჯერ ვერაფერი გადმოდიოდა, რადგან სამშვენელი მიწიერი იყო, რადგან მასში მიწიერი მარცხენა აღმატებული იყო სამშვენელის მარჯვენას, მაგრამ არა სულ ავსებული. ამ მარჯვენა მხარემ მიაბნევინა ის 21 ვერცხლი, თუმცა ეს მარჯვენა არ იყო მზიური ცეცხლით სავსე, თორემ ისიც დიდ სინანულში ჩავარდებოდა. მასში არ იყო მზიური ცეცხლის სიყვარული იმდენი, რომ თავისივე მარცხენა დაეძლია. პეტრეში კი ასე არ იყო. მასში მუდმივად აღმატებული იყო მარჯვენას მზიური ცეცხლი, რომელიც მხოლოდ ერთმა გარემომ, სიბნელის ძალაუფლებამ, ჩაახშო იმ ღამეს, როცა სამჯერ უარყო. კიდევ კარგი ასე მოხდა, თორემ შესაძლებელი გახდებოდა მომავალი გიგანტი მოციქულიც შეეპყროთ და ისიც ჯვარზე გაეკრათ. ერთი მცირედი გადახვევა. განვრცობა. მოციქულები პეტრე, იოანე და იაკობი ნამდვილად გამორჩეული იყვნენ ქრისტესაგან, რადგან რაიმე მნიშვნელოვანი სახელურად ისინი მიყავდა ხოლმე. ეს უნდა ყოფილიყო მათი სულიერი გონების აღმატებული ხარისხი, მზიური სამშვენელის რაღაც ისეთი ბუნება, რომელიც ქრისტეს გარდასახვის აღქმელი იქნებოდა. ჯვარცმის, განსაცდელის და აღდგომის სიხარულის შემდეგ პეტრეს სამშვენელი და ყველასი გახდა მდედრი მზიური, ისეთი, რომელსაც სულიწმინდის მიღება შეუძლია. თუმცა არა იმ ძალით და ხარისხით, რა ხარისხითაც მათ აღდგომიდან 50 დღეს მიიღეს, მაგრამ მაინც მიიღეს შებერვით, ჰაერით. მაგრამ ჯერ ეს არ იყო იმ რაოდენობის და ხარისხის ძალით მიღება, რომლის დროსაც ადამიანის ქვეცნობიერი საფეხურებიც მუცლის სივრცეში მისით ივსებიან. ამიტომ წერიან, მუცლიდან ცოცხალი წყლის მდინარე იდინებსო. ასეთი ძალით კი სულიწმინდას ისინი აღდგომიდან 50 დღეს იღებენ. 50 მიმანიშნებელია იმისა, რომ ჩვენი სულიერი გონების სვეტში სულიწმინდის ძალა ქვეცნობიერში მაშინ ჩააღწევს, როცა ყველა წინა საფეხური 49 განწმენდილია მიწიერისაგან და ავსილია მზიური სამშვენველით. ესე წინგშია თუ რატომ 49 საფეხური. ესე იგი, ჯერ მათი სამშვენელი, თანაც მზიური სამშვენელი აივსო სულიწმინდით. მერე კი უკვე მათ ქვეცნობიერში ჩააღწია სულიწმინდის ცეცხლმა. აი ამიტომ ალაპარაკდნენ ენებით. აი რა შინაგანი ევოლუცია უნდა გაიაროს ქრისტიანმა მწყემსმა, ხოლო მორწმუნე მრევლმა სამშვენელის სულიწმინდით ავსება აუცილებლად უნდა მოასწროს.
ქრისტეს ამაღლებისას, ჯერ მაშინ, როცა მოციქულების სამშვენველი სულიწმინდით იყო ავსებული, მხოლოდ ჯერ სამშვენველი და არა ქვეცნობიერი. მოციქულებს ისევ რაღაც ამქვეყნიური აინტერესებთ, ამიტომ ეკითხებიან ქრისტეს, ისრაელის სამეფოს როდის აღუდგენო? მათი სამშვენელი სრულიად არამიწიერი იყო, მაგრამ მათმა მიწიერმა ქვეცნობიერმა გადაძალა მათი სულიერი ცნობიერი, ანუ სამშვენელი. ამიტომ ქრისტეს ამქვეყნიური ინტერესის შეკითხვას დაუსვამენ. 50 დღეს გადმოვიდა მათ განწმენდილ ქვეცნობიერზე სულიწმინდის ცეცხლი და მათი ზე და ქვე ცნობიერის ვეჩი ცეცხლის მდინარე დაიძრა, ხოლო სამშვენველის ცნობიერის ველში შთაბერილი მდინარება უკვე ისედაც ტრიალებდა. სულიწმინდა ჯერ მათმა ცნობიერმა სამშვენელმა მიიღო, ხოლო მერე ზე ქვე ცნობიერის სვეტმა. გონების ვერტიკალით და ჰორიზონტალით სულიწმინდით იყო სრულიად სავსე. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოს, ქვეყნის პატრონს უნდა გავლილი ჰქონდეს ის შინაგანი ევოლუცია, რა ევოლუციაც მოციქულება გავლეს ელეონის თამდე, ამაღლებამდე, ანუ ყველა მართველს უკვე უნდა ჰქონდეს სულიერი სამშვენელი. აი რატომ ეკითხებოდნენ პოლიტიკურ კითხვას ქრისტეს. ხოლო სულიერ მოძღვარი მაშინ გახდება მართლა მოძღვარი, როცა მისი ქვეცნობიერით სულით აღივსება. ისაც წიგნში აღწერე, ეხლა აღმოვაჩინე, რომ ეს მოციქულებზეც დაინახება. თუმცა წიგნი ადამიანის ძალიან დაბალი შინაგანი დონეებიდან იწყება, სულიერი გონების ჩაკეტილობიდან. ფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი ბიბლიის გადასახედიდან უნდა გასცქეროდეს მსოფლიო პოლიტიკას, მეცნიერი მეცნიერებას, ფსიქოლოგი ადამიანს, ხელოვანი ხელოვნებას. ბიბლია არის ის გადასახედი, რომლის გადასახედიდან უნდა იხილვებოდეს ყოფი ერება. მათ, ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წიგნს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 91. მადლობთ.